საქართველოს გლობალური მარკეტინგისა და ანალიტიკის რუკაზე სრულიად ახალი მასშტაბით გამოჩნდა. ამსტერდამმა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას Measure Summit 2026 უმასპინძლა, სადაც ჩვენი ქვეყანა ელენე ბიბილეიშვილმა წარადგინა. განსაკუთრებით საამაყო ის ფაქტი, რომ ელენე ამ მასშტაბური სამიტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი იყო. ეს არის პლატფორმა, სადაც Google, Meta და Microsoft-ის დონის ტექნოლოგიური გიგანტები იყრიან თავს და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ. ელენე ბიბილეიშვილი ქართულ ბაზარზე ტექნიკური მარკეტინგის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელია. იგი ხელმძღვანელობს ამერიკაში დაფუძნებულ software კომპანია Heptix, რომელმაც 2025 წელს პრესტიჟული Global Business Award-იც მოიპოვა. Heptix დღეს 50-ზე მეტ მსხვილ ბრენდს უწევს პარტნიორობას მარკეტინგული კვლევების, ბრენდის ცნობადობის გაზომვისა და კონკურენტული ანალიზის მიმართულებით. ბიზნეს საქმიანობის პარალელურად ელენემ 2022 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ საგანმანათლებლო პროგრამას ტექნიკურ მარკეტინგში, რომელმაც უკვე 1000-ზე მეტი პროფესიონალიც გადაამზადა. სწორედ ელენე ბიბილეიშვილია დღეს ჩვენი ეთერის სტუმარი და მასთან ერთად კიდევ უფრო ვრცლად ჩავშლით ამ თემებს. ელენე, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დროისთვის. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია თქვენთან ყოფნა. მადლობა კიდევ ერთხელ და იქამდე სანამ შენს ჩართულობას მიმოვიხილავთ ამ ღონისძიებაზე, მინდა ზოგადად ცნობიერების ამაღლების მიზნით თქვათ რა ღონისძიებაა ეს და რატომ არის ის ასეთი მასშტაბური, გულისხმობ რა თქმა უნდა Measure Summit 2026. Measure Summit 2026 იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენს ინდუსტრიაში, რომელიც ეთმობა მონაცემთა ანალიტიკას და ზოგადად მონაცემებზე დაყრდნობილ ციფრულ მარკეტინგს, სადაც ისეთი პროფესიონალები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ცვლიან ლოკალურ დონეზე თამაშის წესებს. როგორც თქვენ ახსენეთ, Microsoft, Google, Meta და კიდევ ბევრი კომპანია არის ის, რომელთა წამყვანი სპეციალისტები, ასე ვთქვათ, ამ სცენაზე უკვე მრავალი წელია გამოდიან. Measure Summit უკვე დაახლოებით 10 წელია არსებობს, დაახლოებით 2017-2018 წლიდან დაიწყო. 2016 წელს მათ ჰქონდათ პატარა ეგრეთ წოდებული მითაფები და შემდეგ ეს უკვე გადაიზარდა ძალიან დიდ ეგრეთ წოდებულ community შეკრებებად. საქართველოს არასდროს არ მიუღია აქამდე მონაწილეობა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ჩვენ არამხოლოდ საუბრობდით ზოგადად მონაცემებზე დაყრდნობილ ციფრულ მარკეტინგზე და მონაცემთა ანალიტიკაზე, ასე ვთქვათ, არამედ ქართულ პროექტზე და ქართველების გამოცდილებაზე ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩემთვისაც პირადად ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. როგორ აღმოჩნდი სამიტზე და აი რა მიღწევა პირადად შენთვის შენი კარიერული გზისთვის, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ხო და დიდ გამოცდილებასაც აერთიანებს ამ სფეროში? შეიძლება ესეც ვთქვათ, დამეკავშირდნენ მანამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია ქონდათ უკვე მოძიებული Heptix-ზე, Summit-ზე, ჩემს გამოცდილებაზე. ქონდა რამდენიმე შეხვედრა, ონლაინ შეხვედრები, გავისაუბრეთ რას, როგორ ფიქრობდით. შემდეგ მთხოვეს ერთ-ერთი თემის წარდგენა, რაზეც პოტენციურად შეიძლებოდა მესაუბრა და ძალიან დაინტერესებული იყვნენ Heptix-ის მიმართულებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ინოვაციური პროდუქტია, ასე ვთქვათ, აინტერესებდათ რა სცვლის ჩვენს ინდუსტრიაში და რა შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ის მნიშვნელოვანი მიგნებები, რომელიც აუდიტორიისთვის შეიძლება გაგვეზარებინა ჩვენი გამოცდილებიდან. ამ შეხვედრების შემდეგ და ინფორმაციის მოძიების შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში იპოვეს, შემდეგ შევჯერდით მოკლედ რა თემა უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამას ძალიან ისე უყურებენ მკაცრად, ასე ვთქვათ, დააკონტროლებენ ხარისხს, რა გადის მათ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ყველაფერი მე ლაივ რეჟიმშიც არის ხოლმე ტრანსლაციით და ამიტომ აი ეს ნაბიჯები გავიარეთ. ჩემთვის პირადად როგორც კარიერული ნაბიჯი ეს რა აღწერო, რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვებიდან ვადევნებდი ხოლმე თვალს ამ სამით შემიძლია ვთქვა და გულწრფელი რო ვიყო, ისეთი ადამიანები იღებდნენ ხოლმე მონაწილეობას, რომლებიც ყოველთვის იყო ჩემი ინსპირაციის და მოტივაციის წყარო. მათთან ერთად სცენაზე დგომა კი რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და დიდი პრივილეგია. ელენე, ვისაუბროთ იმ თემაზე, რაც წარადგინეთ სპიკერის სტატუსით. რა იყო თქვენი მთავარი ფოკუსი? ჩემი მთავარი ფოკუსი იყო მარკეტინგული ინტელექტის მიმართულება, რომელიც გულისხმობს მარკეტინგულ ანალიტიკას, გულისხმობს AI-ის გამოყენებით მონაცემების დამუშავებას და იმას, ასე ვთქვათ, როგორ ვაგროვებთ ბრენდებისთვის ყველანაირ ციფრულ არხზე შეგროვებულ დაგენერირებულ მონაცემებს და ამას გარდავქმნით ეგრეთ წოდებულ ბიზნეს სტრატეგიებად. ეს არის მთლიანად ის ფოკუსი,
რაზეც ჰეპტიკი დგას, შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი მაგალითი ზუსტად ეს იყო. ვსაუბრობდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, თუ რამდენი ეგრეთ წოდებული ფენა გვაქვს, რასაც ვიყენებთ მონაცემების შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის და ანალიზისთვის, ძალიან ტექნიკურ საკითხებში რო არ ჩავიდე და მოკლედ რო აღწეროთ, ეს არის ფაქტობრივად ახალი მიმართულება და ახალი ერა, რამდენად სწრაფად ხდება მონაცემების შეგროვება და ანალიზი უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მარკეტინგული ინტელექტი ზოგადად საკმაოდ ახალგაზრდა სფეროა, ახალგაზრდა მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ამაზე საუბარი ფაქტობრივად ადრე არც მიმდინარეობდა, ამიტომ აი ცნობიერება ახსენეთ თქვენ და ზოგადად ცნობადობის ნაწილიც ამ სფეროზე მიმართულებას ცოტა აკლია. ამიტომ განსაკუთრებული ჩაშლა ზუსტად მარკეტინგულ ინტელექტზე გქონდა და ხელოვნური ინტელექტს როგორ ვიყენებთ იმისთვის, რომ მარკეტინგული ანალიტიკა არ იყოს მხოლოდ მონაცემების დამუშავება და ეს იყოს მიგნებები და სტრატეგიული გადაწყვეტები ბიზნესებისთვის. ელენე, რა იყო ის გამოხმაურება და უკავშირი, რაც მიიღეთ უკვე ღონისძიების მსვლელობის შემდგომ? როგორ შეხვდა აუდიტორია თქვენს გამოსვლას და ასევე მათ შორის კოლეგები, ხო, საერთაშორისო კოლეგები, რომლებიც იქ თქვენთან ერთად იმყოფებოდნენ? გამოხმაურების თვალსაზრისით აუცილებლად უნდა ვახსენო ქართველები, რომლებმაც იმხელა მხარდაჭერა გამოხატეს, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ მაგისთვის და მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ აქვე თქვენს გადაცემაში დავაანონსებ ბარემ, ჯერ არის ცნობილი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს ამ ღონისძიებაზე უკვე ოქტომბერში და უკავშირი მათგან იყო ესეთი, რომ იმდენად კარგად ჩაერა, იმდენად საინტერესო იყო, იმდენად კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს გამოსვლას, რომ ოქტომბერში კიდევ ერთხელ გაიმართება და კიდევ ერთხელ ვართ დაპატიჟებულები, ასე ვთქვათ, საქართველოს სახელით ისევ ჰეპტიკით ვისაუბრებ ოღონდ ცოტა განსხვავებულ თემაზე. ეხლა მიმდინარეობს ზუსტად ამ თემების შერჩევა და ამ ნაბიჯების, ასე ვთქვათ, დაგეგმვა და ოქტომბრის დასაწყისში იქნება კიდევ ერთი ღონისძიება, ზუსტად არ ვიცი ტერიტორიულად, სად როგორ რანაირად იქნება, მაგრამ მასშტაბის ნაწილიც გაიზრდება, იმიტომ რომ შეთანხმებულები ვართ ასევე იქ ინტერვიუებზე, ვორქშოპებზე, ანუ არა მხოლოდ ეს იქნება სპიჩი, არამედ ვორქშოპი 2 საათიანი და მე მგონი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ, ამიტომ ბარემ ეს სიახლეც დავაანონსო. აუცილებლად მე უკვე შევაჯამოთ ოქტომბერში. აუცილებლად. როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი და ხო, აი რა არის ეს თავი გამოცდილება, ის კავშირები და ნეტვორკინგი რომ შეიძინეთ იქიდან, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხირებულია, ხო, ამ სფეროში ეს უკვე ცხადია და ამას ადასტურებს ისიც რომ უკვე მეორეჯერ წარდგებით ოქტომბერში ამ ღონისძიებაზე. თქვენს პირად გამოცდილებას თუ გადავხედათ, აი რა ახალი ეტაპია ეს საერთაშორისო მასშტაბი და რა გამოცდილება წამოიღეთ იქიდან ყველაზე მთავარი? ნეტვორკინგი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენს ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის კონდეს კავშირები ინდუსტრიის სხვადასხვა სპეციალისტებთან, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას გვაძლევს. ამის გარდა პროფესიული კუთხითაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ვინაიდან ისეთი ადამიანები იყვნენ იქ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე საუბრობდნენ. სწავლა არასდროს არ მთავრდება, შესაბამისად მგონია, რომ რაც არ უნდა, ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ძალიან მაგარი სხვა სპეციალისტებისგან მიიღო ბევრი საინტერესო მიგნება, იდეა, მათი გამოცდილება, ამიტომ ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ბოლომდე ისე იყვნენ ჩართულები, რომ მაქსიმალურად ხდებოდა ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება. გავაგრძელეთ კიდეც ურთიერთობა რამდენიმე სპიკერმა და უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეცამიტის ფარგლებში რამდენიმეს უკვე აქ ვუმასპინძლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეცამიტი ეს არის პლატფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 23 წელს შევქმნით და ვაერთიანებთ ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს. როცა ამ ღონისძიებას ვაკეთებთ ხოლმე, ყოველთვის სხვადასხვა თემა გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი, ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიების გამოყენება, კონტენტის გენერირებაში, სხვადასხვა წელს სხვადასხვა კონცეფცია გვაქვს ხოლმე. მომდევნო კონცეფცია, რომელიც გვექნება, ეს იქნება აუცილებლად მონაცემებზე, AI-ზე, უფრო ტექნიკურ მარკეტინგზე. შესაბამისად, რამდენიმე სტუმარს უკვე იქედანაც ველოდებით და ჩვენ მეგობრობა მოკლედ ამ ღონისძიებამ კიდევ უფრო გაამყარა. ელენე, ჰეპტიკსაც მინდა გადავიდეთ, რომ შევაჯამოთ ამ დროისთვის, რამდენ კომპანიას ემსახურება, მიმართულებით თუ არის უკვე ზრდა და რა არის ის ძირითადი სერვისები, რაზეც კომპანია კონცენტრირდება? კი ბატონო, ჰეპტიკი როგორც თავად ახსენეთ, მარკეტინგული ანალიტიკის ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას გვაძლევს AI-ის გამოყენებით, შევაგროვოთ მონაცემები, დავამუშავოთ ეს მონაცემები და გარდაქმნათ ბიზნეს სტრატეგიებად. ახლა უკვე საქართველოს გარდა დაახლოებით 7 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები, შესაბამისად წელს განსაკუთრებით გაიზარდა
ვთქვათ, ჩვენი მასშტაბები, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასაც ვეთანამშრომლებით და აქტიურად ვართ ჩართულები ასევე მარკეტინგული კვლევის მიმართულებით, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფოკუსი არის ზუსტად ის, რომ ყოველთვის რაღაც სიახლეები დავნერგოთ ხოლმე. ზოგადად ჰეპტიკი იყო თავად, რა თქმა უნდა, ინოვაცია და სიახლე, თუმცა ასე ვთქვათ, დროთა განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ინდუსტრიის გამოწვევებს ყველაზე მეტად ვუპასუხოთ. დღეს ინდუსტრია გარდა ანალიტიკისა დგას იმ გამოწვევის წინაშეც, რომ კვლევის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენად დროში სწრაფად გავაკეთებთ, რამდენად ასე ვთქვათ, მორგებული იქნება თითოეულ ინდუსტრიას. ახლა რაზეც მაქსიმალურ ფოკუსს ვაკეთებთ, არის ზუსტად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მარკეტინგული კვლევა, შესაბამისად განსაკუთრებულად ვმუშაობთ კვლევით ორგანიზაციებთან, დიდ ბრენდებთან, რომელსაც სჭირდებათ ბაზრის კვლევა, მარკეტინგული კვლევა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ზუსტად ეს არის. ამიტომაც ძალიან მალე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას დავაანონსებთ ჰეპტიკში, რომელიც სხვა მსგავს ხელსაწყოებში, პრინციპში ესეთი პირდაპირი კონკურენტები არ ყავს, მაგრამ მსგავს ხელსაწყოებშიც არ არის და ამიტომ აი ეს მარკეტინგული კვლევა იქნება მოკლედ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი, რომელსაც გამოვიყენებთ მაქსიმალური დროის ადამიანური რესურსის შემცურებისთვის და იმისთვის, რომ ბიზნესებს ეს მონაცემები, ასე ვთქვათ, ბიზნესის გადაწყვეტებად პირდაპირ მივაწოდოთ. ელენა, გეგმებზე კითხავ იმ ნაწილშიც, რომ ახსენე უკვე საქართველოს გარდა 7 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და 7 ქვეყანაში ვემსახურებით კომპანიებს. ამ მართულებით თუ იგეგმება ზრდა და ზოგადად რა არის ჰეპტიკის სამომავლო სტრატეგია? რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ, რადგან ჰეპტიკი ეს არის პროდუქტი, რომელსაც არ აქვს ლიმიტი გეოგრაფიული, ენობრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მონაცემების დაფარვის და შეგროვების. შესაბამისად, პროდუქტი სრულად არის მორგებული საერთაშორისო ბაზრებს. თავიდან დავიწყეთ ამერიკით, ავსტრალიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ინგლისში ყავს რამდენიმე პარტნიორი, რომელსაც აქტიურად ვემუშაობთ. შესაბამისად, ეს ჩვენ კიდევ უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან წამოღებული გამოცდილებაც გამოვიყენოთ პროდუქტის კიდევ უფრო განვითარებისთვის. შესაბამისად, სამომავლო გეგმები ზუსტად ამას უკავშირდება, რომ კიდევ უფრო ბევრი ქვეყანა ვისოთ და არსებულ ქვეყნებში უფრო მეტი პარტნიორიც შემოვიერთოთ. რაც შეეხება თქვენს პროფესიულ პირად გზას, ხო არ არის რაიმე სიახლეები გეგმები სამომავლოდ? სამომავლოდ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ბარემ თქვენს გადაცემაში დავაანონსებ ასევე. ეს ჰეპტიქსთან პირადად ჩემს პროფესიულ გზასაც უკავშირდება. ჯერ არ არის საქვეყნოდ ცნობილი, მალე გავაჟღერებთ ამასაც, მაგრამ აქვე დავაანონსებ იმას, რომ ჰეპტიკმა გაიმარჯვა Tech Horizon 2030-ის კონკურსი. გილოცავთ ამ მიღწევას. ძალიან დიდი მადლობა და 3-4 დეკემბერს მივემგზავრებით ტაილანდში, სადაც ამ ჯილდოს ავიღებთ, ჩამოვიტანთ. იქვე გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ეს არის ჰეპტიკის ჯილდო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მარკეტინგული ანალიტიკის ინდუსტრიაში AI-ის გამოყენებით ცulis, ასე ვთქვათ, თამაშის წესებს. ეს არის კატეგორია, ასე ვთქვათ. პირადად მე მექნება ცალკე ჯილდო, რომელიც გულისხმობს top 30 ტექნოლოგიურ ლიდერს. ამიტომ ამ ჯილდოებს 3-4 დეკემბერს ჩამოვიტანთ ტაილანდიდან და აი ექსკლუზიურად დავაანონსოთ თქვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი, გილოცავთ კიდევ ერთხელ პირადადაც და კომპანიის ჭრილშიც ამ მიღწევას და მოკლედ წარმატებები. მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და აუცილებლად გელოდებით უკვე შევაჯამოთ შემდგომი სამიტი, რომელსაც მიემგზავრებით უკვე ოქტომბერში და მე უკვე სხვა სიახლებსაც დარწმუნებული ვარ დააგროვებთ მანამდე. მადლობა კიდევ ერთხელ ელენე ბიბილეიშვილი, ჰეპტიკისა და AIDS სამიტის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.